დედაქალაქის მერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე წუთის წინ დატოვა, მას დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. უწყების ინფორმაციით ბრალის წაყენება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე მოხდა. უწყების ინფორმაციით ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს. ერთი ტელეკომპანია იმედის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას ეხება, მეორე ეპიზოდი კი უკავშირდება საბიუჯეტო თანხებით პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის თვალთმაგზურ დაფინანსებას. და თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ახლა ლევან კვატაშიძე ჩაგვერთვება. ლევან, გისმენთ. დიახ მარიამ, სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა თბილისის მერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. დედაქალაქის მერს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საუბარია ბრალდების ორ ეპიზოდზე. გამოძიების ინფორმაციით პირველი, როგორც უკვე აღნიშნე, უკავშირდება ტელეკომპანია იმედის ხელში ჩაგდების სქემას, სადაც გამოძიების ინფორმაციით ფიგურირებს დედაქალაქის მერი. კერძოდ, გამოძიება განმარტავს, რომ ჯოზეფ კეის დედაქალაქის მერმა დაათმობინა ტელეკომპანიაში არსებული წილი 10 მილიონის სანაცვლოდ, რომელიც მოპოვებული იქნა რიყის ტერიტორიის 17 მილიონად გამოსყიდვის შემდეგ. ბრალდების მეორე ეპიზოდი გამოძიების ინფორმაციით უკავშირდება დასუფთავების სამსახურს. საუბარია თბილ სერვის ჯგუფზე, სადაც გამოძიების ინფორმაციით ასევე შექმნილი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სადაც დასაქმებული იყო ნაციონალური მოძრაობის 764 აქტივისტი და ისინი ანაზღაურებას ბიუჯეტიდან პოლიტიკური საქმიანობისთვის იღებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ დაკითხვის შემდეგ დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ის მზად არის მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა გამოძიებასთან, მას სიტყვით შეკრებილებს მიმართა და მადლობა გადაუხადა აქციისთვის. ბრალდება მეც ვერ გავიგე. იმედი მაქრო. ერთი ვიცი რომ წავიღეს ერთი მანქანა ფურცლები, რომელსაც გავეცნობი, გაგაცნობთ. ნახავთ რაში გვედავებიან. მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. გაიხარე. უფრო მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომა, მეგობრებო. ვიდრე ის ბრალდებები, რომელიც გაქარწყდება და გაქრება. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი თითოეული ის შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელიც მართლა ვაგონებით დაყავდათ აქ, თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარდგება. ამიტომ იყავით მეგობრებო მხნეთ, ვიყოთ ყველანი ერთად მხნეთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, არ შედგეთ, ვაპატიოთ ყველა იმას, ვინც შეიძლება ამ გზაში გამოგვაკლდეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბოლოში ჩვენ ყველანი ერთად გავერთიანდებით. რაც შეეხება იმ შოუს, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა. საჯაროდ სასამართლოზე ყველას დასანახად, ყველას გასაგებია. თბილისის მერისთვის ბრალის წაყენებას ესწრებოდა ადვოკატი გოგიტა გაბაიძე. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განმარტება გააკეთა მუხლებთან და ასევე ბრალდების ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილი. ეს არის მითვისება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ. ტელეკომპანია იმედის ერთი ეპიზოდი. მეორე ეპიზოდში იგივე მუხლი წარედგინა თბილ სერვისის ეპიზოდში. ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მას ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოხდა მისი დაკითხვა, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, დუმილის უფლება. მორჩა გათავდა. გადმოგვეცა დაახლოებით 50 ტომი გასაცნობად. პატრონობის შესახებ შუამდგომლობა როგორც ჩანს, ის რომ განმარტოთ, რომ გასაგები იყოს მისი. არა, იცი რა, ვინაიდან ის არ დაუკავებიათ, მაგას ვერ ვისჯელებ. თბილისის მერისთვის ბრალდების წაყენების პარალელურად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებასთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის მერის მხარდამჭერი აქცია. აქ შეკრებილი იყვნენ როგორც საკრებულოს, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები, რიგითი ადამიანები. ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ დედაქალაქის მერს და აცხადებდნენ, რომ თბილისის მერის საგამოძიებო უწყებაში დაბარება ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ოპონენტებზე და მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეები უმრავლესობას და დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შეწყდეს ოპონენტების მიმართ დევნა. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილს აქ დეკლარირებული ამოცანა მან ეს არაერთხელ საჯაროდ განაცხადა და ეს ამიტომ მისი გუნდის წევრებმაც დაადასტურეს არაერთ გზის. ეს ამოცანა არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება. ამ შემთხვევაში საუბარია თვითმმართველობის ხელშეჩაგდებაზე თბილისში, არჩევნების გარეშე. ეს ძალიან სახიფათო
არჩევანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამოცანა, რომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილს ან ნებისმიერ ხელისუფლებას მომავალში არ ყავდეს პოლიტიკური შემწუხებელი, არ ყავდეს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, ვერასოდეს ვერ შესრულდება. დასუფთავების სამსახურმა მოახერხა ის, რომ ქალაქი არის დასუფთავებული და ამ სამსახურს ჭირდებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ის ხალხიც, რომლებიც დაკითხვაზე დადიოდნენ და იმ დახურულ გარემოში, ვინ გაუძლო გარემოს, ვინ ვერ გაუძლო გარემოს, ვინ რა დაწერა, ეს ნამდვილად არ ვიცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის დასაქმება ნამდვილად დასჯადი არ უნდა იყოს, პოლიტიკური დევნის და ზეწოლის გარდა ამაზე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე მგონი ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ჩვენი მიზანია რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ჩვენი კურსი, ჩვენი განვითარების ხარჯი, ჩვენი წესრიგის ხარჯი არის დასავლეთი, არის ევროპული ღირებულება, ისეთი ღირებულებები, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიულობა. და ძალიან სამწუხაროა, რომ 1 ოქტომბრის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ, დღევანდელმა მთავრობამ ამ კურსს საფრთხე შეუდგა. და იმისათვის, რომ ეს საფრთხე რეალური არ გახდეს, მომხდარ კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ საზოგადოებას ერთად გმობა. პოლიტიკური ზეწოლის გარდა აქციის მონაწილეები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებდნენ საკუთარ გამოსვლებში ყურადღებას. ისინი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერის საგამოძიებო უწყებაში დაბარება და მისთვის ბრალის საყენება ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება ხელისუფლების მხრიდან, როგორც სიტყვით გამოსვლებში აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ამ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ რეგიონებში გავლენის მოპოვების შემდეგ უკვე ხელისუფლებამ მოახდინოს და მოიპოვოს გავლენა თბილისის მმართველობაზე. 4 თვეა მიზანმიმართულად არის დაწყებული ჯერ ზეწოლა, დევნა, შევიწროება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა, მათ შორის დეპუტატებისა, მათ შორის თბილისის მერის მაღალჩინოსდებისა, რაზე უყენებენ თბილისის მერს ბრალდებას. ბრალდებას უყენებენ პირველი რიყის თემაზე, რომელიც ალბათ საზოგადოებას ახსოვს, რომლის გამოც მე 4 დღის განმავლობაში ვიარე საგამოძიებო ორგანოებში და ყველა შეკითხვაზე ამომწყურავი პასუხი გავეცი. ამ საკითხებში დომინირებს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ხელმოწერა და არა თბილისის მერისა. მეორე თემა, რომლის გამო თბილისის მერს უყენებენ ბრალს. ეს არის ადამიანების დასაქმება და ის, რომ თბილისში შეიქმნა სამუშაო ადგილები. თუ ეს არის ბრალდება, თუ ეს არის დანაშაული, მაშინ არა მარტო გიგი გულაო, არამედ მე და ნებისმიერ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი და ნებისმიერ ადამიანს უნდა წაუყენონ ბრალი. მე გვინდა რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს. საქართველოს რჩება დასავლური ორიენტაციის და ჩვენი გზა არის ნატოში, ევროკავშირში და რამსავარია დასავლური ფასეულობების დემოკრატია, თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის თავისუფლება. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნახოთ თუ ხელისუფლება აი ესეთ აქციას, აი ესეთ აქციებს წინ წაუმძღვარებს, ეს იქნება ძალიან ცუდი და სამწუხარო. თბილისის მერისთვის ბრალდების წაყენების პარალელურად და ასევე აქციის მიმდინარეობისას საგამოძიებო უწყებასთან მობილიზებული იყო პოლიციის თანამშრომლები, ასევე აქციის დაწყებასთან ერთად, როგორც დღევანდელ მიტინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, გადაიკეტა მოძრაობა ვაკე საბურთაუს გზის მონაკვეთზე და ბაქრაძე როგორც ამბობს, ამის მიზანი იყო ის, რომ მათი აქტივისტების მობილიზება არ მომხდარიყო და აქციაზე მოსასვლელად მათ გარკვეული შეფერხება შექმნოდათ. გარშემო მართლაც ყველა გზა დაკეტილია და ყველა ქუჩა დაკეტილია და ადამიანები ვერ მოდიან. და სხვათა შორის მე იგივე პოლიციასაც მინდა უთხრა. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ხართ ერთ-ერთი სიამაყე, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ ქვეყანაში. აქ არის ვანო მერაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული პოლიცია. ყველა თქვენგანმა, ვინც 10 წლის წინ პოლიციაში მუშაობდით, კარგად გაიხსენეთ, რას გეძახოდნენ მაშინ და როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება პოლიციის მიმართ. და კარგად გაიხსენეთ, ვინ ხართ დღეს და როგორ პატივს გცემთ დღეს საზოგადოება. საგზაო მოძრაობას ვარებულობა. თორ შექმნილობას აცნობ. რამე გაზუსტება, სულ შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა და სამინისტრო ხელსამსახურს. როგორც უკვე აღნიშნეთ, თბილისის მერმა დატოვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება, მას ოფიციალურად წარედგინა ბრალდება 2 ეპიზოდთან დაკავშირებით, გადაეცა ასევე საქმის მასალებიც, რამსხელობა მიეცემა გამოძიებას ეს უკვე მომავალში გაირკვევა, რაც შეეხება თბილისის მერს, ის აცხადებს, რომ სამომავლოდაც მზად არის ითანამშრომლულ საგამოძიებო უწყებასთან და მათ მიერ დასმულ დამატებით შეკითხვებსაც უპასუხოს.
მადლობა ლევან კვატაშიძე საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. გიგი უგულოვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2 საათის წინ გამოცხადდა მას შენობასთან მხარდამჭერები დაახმნენ დედაქალაქის მერმა შეკრებილების მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. გიგი უგულოვას განცხადებით ისინი დღეს არა თანამდებობებისთვის, არამედ იმისთვის იბრძიან, რომ გამარჯვებულმა პარტიამ დანაპირების შეასრულოს, რომ მიღწეული იყოს სამოქალაქო თანხმობა და ქვეყანა ბურუსიდან გამოვიდეს. მისი განმარტებით ქვეყანა განსაცდელში არა იმიტომ, რომ მას ბრალი წარედგინა, არამედ იმიტომ, რომ ოპონენტების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა. გამოატარეთ და გამოუშვით. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი განსაცდელი გველის წინ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა რაც დღეს ხდება ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მათ შორის გამარჯვებულმა პარტიამ შეუსრულოს ხალხს დანაპირები. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ სამოქალაქო თანხმობას. დღეს თებერვლის ცივ დღეს ჩვენ თითქოს ისტორიას ვიმეორებთ. ჩვენ არ უნდა დაუთმოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ უნდა მათთან ერთად მე ხას უსვავ. მათთან ერთად, ვინაიდან ისინი დღეს გამარჯვებულები არიან. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ უნდა იყვნენ უკეთესები, ვიდრე ჩვენ ვიყავით. დღეს ჩვენი ამოცანა დავანახოთ საზოგადოებას, რომ ყავს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც კარგს დაინახავს და კარგს დაუნახავს მთავრობას, მაგრამ ცუდს არასდროს აპატიებს. ცხოვრებაში ბევრი რამე მინახავს და წარმომედგინა, მაგრამ ბრალდებული თუ აღმოჩნდებოდი არ მეგონა. ესეც კარგი გამოცდილებაა ცხოვრებისეული. ნამდვილად არანაირი პრობლემა არ არის, წავდგე მართლმსაჯულების წინაშე და საზოგადოებას ღიად დავანახოთ ჩვენი სიმართლე. სიმართლე, რომელიც აი ამ цаრიელ ხელებშია, ხელები თითოეული თქვენთაგანის, რომელიც ემსახურებოდით და აწით გააგრძელებთ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მსახურებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან რამდენიმე საათის განმავლობაში დედაქალაქის მერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. საგამოძიებო სამსახურთან შეკრებილები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და მოქალაქეები. აქციაზე განცხადებები გაკეთდა და შეკრებილებმა მერისთვის ბრალის დაყენება გააბრალდეს. აქციაზე მყოფი საპარლამენტო უმცირესობის წევრები ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და მერისთვის ბრალის დაყენებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. ისინი ამას პირადად პრემიერის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და დედაქალაქის მმართველობაზე ხელისუფლების მხრიდან სრულ კონტროლის მოპოვების სურვილს უკავშირებენ. პოლიციელებს, რომლებიც იცოდნენ ამ კრიმინალების წინააღმდეგ, სტრუქტურების, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში საკითხი ეხება ქალაქის ყველაზე წარმატებულ მერს. გიგი უგულოვას პირობებში ეს ქალაქი ხელახლა აშენდა, დადგა ფეხზე. ეს ქალაქი გახდა ლამაზი და მომხიბლელი არა მარტო თბილისელებისთვის, არა მარტო ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, არამედ ნებისმიერი უცხოელისთვის, რომელიც გაკურებულია რა ტემპებით განვითარდა და გალამაზდა თბილისი. ტრაგიკულია და სასაცილოა ასევე, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ასე წარმატებულ ადამიანებს იბარებს დღეს და უყენებს ბრალს, იმის მაგივეთ რომ ებრძოლოს კრიმინალს, იმის მაგივეთ რომ დაკავდეს რეალური საქმის კეთებით. იგივე შემთხვევაში რა უნდა აღინიშნოს, ვერც ერთი კორუფციული ფაქტი ვერ ნახეს 4 თვიანი აქტიური ქეკვის შედეგად და ამოაყირავეს თავდაყირა ფაქტიურად, რაც კი უწყება შეიძლებოდა და რამდენიმე 1000 ადამიანი მიიყვანეს დაკითხვაზე და შედეგი არის ის, რომ თურმე ამ ადამიანმა ხალხი დაასაქმა და რაღაც საბაზრო ღირებულებებით ჯერ ნაკლებად შეიძინა, შემდეგ კი საბაზრო ღირებულებით გაზრდილები იყო, გაყიდა და რაღაცა ესეთი უაზრო ბრალდები. ჩვენ ქვეყანას დღეს ჭირდება სიმშვიდე. ჩვენ ქვეყანას ჭირდება ის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, თითოეულმა ადამიანმა, ეს იქნება სოციალურად დაუცველი თუ თუნდაც საშუალო შემოსავალი მოქალაქე, თავი იგრძნოს მშვიდად თავის ქვეყანაში, უზრუნველყოს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა, ესეთი მეთოდებით ეს ხელისუფლება შორს ვერ წავა. მოუწოდებ დაკავდეს თავთელი მთავრობა
იმით, რომ უზრუნველყოს თითოეული საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა და რაც ყველაზე მთავარია სამოქალაქო მშვიდობა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდნენ ოლეგა იაძეები და მისი მსგავსნი და თუ ქალაქს უნდა რომ ქალაქის მერი იყოს ოლეგი იაძე, ეს მაშინ ამ ხელისუფლების არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოლეგი იაძისნაირი ადამიანები თბილისის ხელმძღვანელობაში ვერ მოვლენ. ეს პროცესია, რომელიც დააჩქარეს და დააჩქარეს, იმიტომ რომ არიან სრულ პანიკაში 19 აპრილთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარ შფოთვებში და ვფიქრობ, რომ მეორე პროცესიც არის აქ, უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის დათრევა და ხელშეაღება და შესაბამისად აი ეს ზეწოლა უკვე ასეთ ფორმებს იღებს აბსოლუტურად აღვირახსნილს, რაზეც რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება პასუხები და ჩვენ შევეცდებით რომ ამ მთავრობას დავანახოთ, რომ ისინი მარტო არ არიან ამ ქვეყანაზე და მარტო მათი ავანტყოფური რევანშის ასე ვთქვათ სურვილის განხორციელება ამ ქვეყანას ვერ წაადგება და წინ ვერ წაიყვანს.